კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და კიდევ ერთხელ ბოტიში ამ ჩემი წარმოდგენილი ხელსახოცებისთვის კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ რა ვქნა ძალიან უხერხულად გრძნობ თავს თავიდან არ აღმიქვია ესე ტრაგიკულად ეს ფონი მაგრამ გაშლის დროს ისე მიჩლის ხელს რომ მივხვდი რომ ცოტა უხერხულია მაგრამ ნუ რა გავაკეთო ახლა სოფლის პირობებში მაპატიეთ დამრჩა ჩემი საჭირო ნივთები ნუ ახლა თქვენც მეტყვით ჩემი ოჯახის წევრები რომ რა იყო ახლა სუფრა გაგიჭირდათ კაცო ოჯახშიო მაგრამ ნუ დღევანდელი ალიაქოთის მერე ამ კალანდობის აღნიშვნის და მეზობლების გადასვლა გადმოსვლების მერე და ნათესავების მიმოსვლის მერე რაღაცა ძლივს დაიძინეს, ძლივს დამშვიდა სახლი და ახლა მეორე სართულზე აღარ ვიბოდიელი რომ ხალხი არ გამოღვიძებია და მაპატიეთ მეგობრებო რა ძალიან დიდი ბოდიში ამ უხერხულობისთვის. ახლა რაც შეეხება გაშლას. ნანობს თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან დაშორებას ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნა და მოკლედ მე ის რაღაც ის დამემართა ხო თხოვნების მომენტი როა დღევანდელი დღე მოკლედ თქვენს თხოვნებს მოვუძღვენი მაგრამ ნუ რას ვიზამ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ რომ საჯარო გაშლაა და ნუ კონცენტრირდებით და ნუ ჩათვლით რომ ასე ვთქვათ აქსიომა აქ რაც გაშხერდება პირადი კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენთვის სასურველ ტაროლოგს ან ოსტატს არ აქვს მნიშვნელობა მეგობრებო იმიტომ რომ დაეყრდნობით ესეთ გაშლებს და კიდევ ერთხელ საჯარო მადლობა იმ ადამიანს რომელმაც პირადში მომწერა კონკრეტული საჯარო გაშლის თემა და თან გარკვეული საფასურით ჩარიცხა და რომელსაც მე ხვალ პირად კონსულტაციას დავკვირდი მე რომ არ აქვს ადამიანს შესაძლებლობა რომ დიდი თანხა გადაიხადოს მით უმეტეს მე განფასება საერთოდ არ მიდევს ხო და ვამბობ რომ რის შესაძლებლობაც გაქვთ ერთადერთი სანთელია რომელიც მართლა 5 ლარი ძლივს 5 ლარად თუ ვიშოვი 100 გრამს და ისე 7 და 8 ლარი ღირს უკვე რაღაც სასწაული ფასი დაედო ამასაც და ერთადერთი მაგას ვამბობ რომ აი ეს და მე იმის ზემოთ თქვენ რაც გინდათ. კარგით. ნანობს პირველი მეორე ვარიანტი. ნანობს როგორ მიყირავდება ესე მოკლედ სადგამები არ არის ნუ ის ესეთი მყარი და ხო კარგით გავეშვათ ამას ფორს მაჟორულ სიტუაციებში ვის რა არ გაუკეთებია საველე პირობებში აკეთებს ხალხი რაღაცებს და ახლა მაპატიეთ კაი ვინ არის აბა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი პენტაკლების პაჟი კიდე ვინ არის შვიდიანი ხმლები და განდეგილი ხო მოვყვეთ ახლა სიგნიფიკაციას მოდი მაღალი არკანით დავიწყოთ რაკი ღაური დაბალი არკანით და ერთი მაღალი არკანით ბრძანდება ჩვენი განხილვის საგანი წარმოდგენილი განდეგილის არკანით ვინ არის ადამიანი ხო ადამიანი რომელიც შესაძლოა სულ ეძებს რაღაც სიღრმისეულ ასე ვთქვათ მომენტებს საკუთარ ცხოვრებაში ცოტა სხვა რაკურსიდან უყურებს სამყაროს ფრთხილია ძალიან ისეთი აი როგორი მომენტი იცით სიბრძნით დაჯილდოვებული ან შინაგანი სიბრძნით ხვდებით რის თქმა მინდა ანუ აი თვითნაბადი რაღაცა შინაგანი კულტურა და სიბრძნე რომ გააჩნია ადამიანს შესაძლოა ეს იყოს ვთქვათ მისი ანუ სამსახურებრივი სფერო იყოს ისტორიკოსი, ვთქვათ, ლექტორი, შესაძლოა ასევე იყოს მასწავლებელი, იყოს ექსპერტი, იყოს, ვთქვათ, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგიც, რაღაცა და ნუ სამღვდელო სამსახურის წარმომადგენელსაც ვიტყვით ხოლმე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ესეთი ენერგია შესაძლოა მის გარემოში ფიქსირდებოდეს. ხო, პენტაკლების პაჟით საკმაოდ ცნობისმოყვარე ძალიან ისეთი ადამიანი, რომელიც სიახლეებისკენ ხო, პაჟია.
სიახლეებისკენ ხშირად ანუ მისწრაფვის, ხო? ადამიანი, რომელსაც ფინანსური შესაძლებლობები აქვს, საკმარისი, ნუ ახლა ვერ ვიტყვი რომ ვარსკვლავებს ყავს, მაგრამ ნუ საკმარისი, ხო? სხვაჯერის ადამიანი შესაძლოა დაინტერესებული იყოს მეგობრებო, არც მეტი არც ნაკლები ეზოთერიკით, მკითხაობით, ტაროლოგიით. ადამიანი, რომელიც ყოველთვის საკუთარი გეგმების მიხედვით მოქმედებს, ხო? რომელიც ძალიან მზრუნველიც არის და ამავდროულად სხვათა შორის კარგი, აი, დასაყრდენად კარგი პარტნიორიც არის, მაგრამ მე ძალიან მაოცებს ამ ორ კარგ არკანს შორის 7-იანი ხმლების ენერგია. იმიტომ რომ 7-იანი ხმლები მე 5-იან ხმლებზე მეტად არ მიყვარს რომ მიცოდეთ მეგობრებო, ჩემი ეს პირადი სუბიექტური მოსაზრება, ხო? შესაძლოა ეს ადამიანი კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ რომ იყოს რაღაცა პოლიტიკოსი ან საჯარო სამსახურის მოხელე ან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი, მაგრამ ნუ ამასთან გავანებოთ ყველაზე მეტად მე ამისი სახასიათო შტრიხები მინდა გითხრათ. შეიძლება ჯაშუში იყოს, აგენტი იყოს. ხო, არ გაგიკვირდეთ. ადამიანი, რომელიც ძალიან მოხერხებულია, ძალიან მოქნილია და ადამიანი, რომელიც ყველა სიტუაციას ძალიან ვირტუოზის პოზიციით მოერგება, ხო, და ეს მოკლედ ძალიან ეშმაკობით სავსე ადამიანი, სათავისოდ ჭკვიანი, ხო? კარგით, აბა ვნახოთ. ნუ აღარ ჩავეძიებით დიდად, ხო? ნანობს პირდაპირ დავშვათ კითხვა, ნანობს რომ წავიდა თქვენი ცხოვრებიდან ადამიანი. ხო, ადამიანი ნანობს თუ არა ვნახოთ, მაგრამ ცალსახად რო თქვენ შესახებ ინფორმაციებს იგებს და დაკვირდებათ და მისი ინტერესის სფერო ჯერ კიდევ ხართ, ეს შემიძლია ნამდვილად გითხრათ. ნანობს და ძალიან ნანობს, მეგობრებო, ნახეთ რა მდგომარეობაშია. არაფრის თავი არ აქვს, არც კითხვის თავი აქვს, ხო, აქ გოგონას ნახე, გარეთ მზია, ჩიტი გალობს ფანჯარასთან და ისეთი განწყობა, ხო, ფანჯრის მიღმა, მაგრამ ეს გოგონა ვერაფერს ამჩნევს. თითქოს წერს, ხევს, მოკლედ ნანობს. არ არის ეს დადებით ენერგიებში. აჰა, აგერ გვაქვს კიდევ 10-იანი ხმლები. ნანობს ძალიან შესაძლოა აქ ტყუილს ქონდა ადგილი, შესაძლოა აქ ღალაც ქონდა ადგილი. თასების მეფეა ისევ თქვენთან მიმართებაში და Ace of Cups. თასების ტუზი. ნუ აი, რა გითხრათ, დავწყებული არ ყავდა ხართ, ძალიან დიდი რაოდენობით აქვს როგორც ემოციები, ისევ ნებები და მიზიდულობა შემორჩენილი და კი, არა, ნანობს, ენატრება ის პერიოდი, რაც თქვენთან, კი, ერთად გაატარა, მაგრამ იცის რომ დღეს თქვენ ხმლების დედოფლის ენერგიებში ხართ, ნანობს. ძალიან ნანობს, მეგობრებო, თან. არკანების მიხედვით აი შეიძლება ახალი დაცილებულებიც ხართ, არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან დიდია, დიდი დოზით არის წარმოდგენილი სინანულიც და ემოციებიც. და ახლა ვნახოთ მანდარინის ხე, ვინც არის ჩიეთ, ვინ არის ეს ადამიანი, ვინც თქვენ გაინტერესებთ. გადამფრინდა არკანი, ვინ არის? ოჰო, ჯადოქარია თვითონ. ხო, ადამიანი, რომელიც ხშირად ისეთ შეცდომებს უშვებს, რომელიც მერე მას უკან ყისიერად უბრუნდება და ძალიან ნანობს ხოლმე, ანუ თავის იმპულსურ გადაწყვეტილებებს. ადამიანი, რომელიც კიდე მანახეთ ძალიან კეთილი, ძალიან
აი როგორ იცით, ხელგაშლილი, სხვების დახმარებაზე ორიენტირებული ადამიანი, რომელიც მუდმივად მზად არის ხელი გაუწოდოს სხვა ადამიანებს, უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, შეიძლება თვითონ არაფერი დარჩეს საერთოდ და აი უკანასკნელი კაპიკები და ლარები ამოხიკოს ჯიბიდან და სხვა ადამიანს გაუწიოს დახმარება, ხო? აი ესეთი ადამიანი. შეიძლება ადამიანი ფინანსურ სფეროში მუშაობდეს, ასევე ქველმოქმედი იყოს, ან ხშირად ეწეოდეს ქველმოქმედებას, ან თუნდაც რაღაც საბანკო სექტორის თანამშრომელი გახდეს, ну რაღაც კომერციის სფერო, არ ვიცი. კიდე ვინ არის ეს ადამიანები, ერთი არკანითაც მანახე, ადამიანი, რომელიც შესაძლოა რაღაცა სწავლობდეს, ან ასწავლიდეს, ყოველ შემთხვევაში მიზანი ქონდეს რაღაც ახალი საფეხური, ან ახალი საქმის წამოწყება, ან გაფართოება უკვე რაც აქვს, ან სულაც სამსახურის ცვლილება. და რა კი გადამივარდა ეს არკანი, ამ არკანითაც ექვსიანი ხმლების არკანით რა შემიძლია გითხრათ, მე აღარ ვაპირებდი, სიმართლე გითხრათ, მეტი არკანის ამღებას, მაგრამ ну რაკიღა თავისით გადაფრინდა, ვინ არის ეს ადამიანი ექვსიანი ხმლებით, ხო ადამიანი, რომელიც ხმლების მასში სულ ვამბობ, რომ ეს არის ყველაზე კარგი არკანი დაბალ არკანებში, ხო? ну დაბალს ვეძახი მე მეფეებთან შედარებით, თორე ახლა მაღალი არკანები რო სხვა არის, ახლა არავინ არ გამგეხოცებით კრიტიკაში არ ჩამიდგეთ, გადასარევად ვიცი რა არის მაღალი და დაბალი არკანი, მაგრამ ну ტუზი სხვა არის, ხო? მეფე სხვა არის და ну ახლა ეს დაბალი ციფრები სხვა არის, აი ამას გულისხმობ. ხო, ადამიანი, რომელმაც უკვე გადაწყვიტა, უბრალოდ ადამიანი, რომელიც ისწრაფვის ახალი ჰორიზონტების დაპყრობისკენ და ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ დროულად გადაჭრას პრობლემა და ასე ვთქვათ, დროულად მიიღოს გადაწყვეტილებები, რაც დასატოვებელია დატოვოს და საერთოდ წასასვლელია, ამაყად წავიდეს. ხო. კარგით, აბა ახლა მანახეთ კიდევ მანახეთ მეგობრებო, ნანობს თუ არა ეს ადამიანი ჩემს მაყურებელთან დაშორებას. ხო, აი ცოტა ილუზორული მომენტები აქვს, რომ იცოდეთ, რომ გითხრათ. Eight of Pentacles, თავის სამსახურებრივ სფეროზეა, ორიანი პენტაკლები. არა, 10-იანი პენტაკლები, არა. ეს თავიდან ბოლომდე უკვე გადასულია სხვა სიტუაციაში, თავის ყოველდღიურობას, თავისი ფინანსების გაუმჯობესებისკენ არის მომართული და არ გეწყინოთ, მაგრამ ამას თავის იმპერატრიც აქვს მეგობრებო, რომელთანაც აბსოლუტური სტაბილურობა აქვს, რომელთანაც ახალი გეგმები აქვს და სრულ ჰარმონიაშია. არა. აქ თქვენ უკვე მოტოვებული ხართ უკან და ახალ ეტაპზეა ცხოვრების გადასული, არა მეგობრებო. აქ ამას სინანულის არაფერი ეტყობა, სულ პენტაკლების მასტები არ მომდის, ესე იგი თავიდან ბოლომდე მომხეჭველობის პოზიციაშია გადასული. არა. ვერ მოგატყობთ, ხო? ახლა მე რაც არ უნდა ზღაპრები მოგიყვეთ, აზრი მითხარით, რასაც ვერ ვხედავ, არა მეგობრებო, აქ დამთავრებული თემა, საკმაოდ ძლიერად, საკმაოდ წარმატებულად გრძნობს ადამიანი თავს და პირიქით რაღაც ახალი მიზნებისკენ ისწრაფვის. არა, აქ სინანულის მე ვერაფერს ვერ ვამჩნევ, ის კი არა ინტერესიც არ მიფიქსირდება რა თქვენი მისამართით, მაპატიეთ რა რასაც არკანები მაჩვენებს, მე ის უნდა გავაჟღერო, ვერ მოგატყუებთ, ხო? დანარჩენი რა ვიცი, მადლობა ნდობისთვის, დაგემშვიდობებით და დააკომენტარეთ კიდევ ვის რა თემა გაინტერესებთ, როგორც შევძლებთ ჩავწერო.